გამარჯობათ მეგობრებო. რა მინდოდა მეთქვა? კომენტარია ასეთი, ეს სქემა თქვენ რაც გაქვთო, ეს კი არა ნებისმიერი ვიდეოებს როდებ, ხო? ვერ გადმომაგზო, არ ჩანსო და ვერ გადმომაგზო. ახლა ვეცდები აგეხსნათ ეს როგორ უნდა გადმოიტანოთ. გაქვთ ტელეფონი, ხო? აი თქვენი ტელეფონი დაუშვათ. ვეცდები აქ მაქვს ცოტა ისეთი ტელეფონი აქ ბევრს ვერაფერს ნახავთ. ნახე ვიდეოს ხო უყურებ, ხო? იმედია შუქია რა არ იმაშვებ. ახლა ხო ვიდეო. ეს ნახე რა შეგიძლია 2 თითით მოაახლოვე, გაწიე ეკრანი და მოაახლოვე. თუ ერთმანეთისკენ აი ასე შეწევ, ისევ შორს წავა. აი ასე. ასე ხო უყურებთ, ახლა დაუშვათ ჩემ ვიდეოს, თქვენ ტელეფონში. 2 თითი დაადეთ, გაწიეთ და ახლოს მოვა ის ვიდეო, რასაც აკეთებს იქ. ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს. ახლა ნახე კიდე, გინდა რომ სქემა გადმოიღო, ხო? აი, აქაც ასე გააკეთე. ეს ხო ფოტოა. ახლა გააჩერებ იმ ვიდეოს, ხო, დაუშვათ და ისე გააკეთებ, დაუშვათ მეუბნები, ახლა მე ფოტო არ მაქვს, შენ გააქვს, ნახე, გავაჩერებ ამ ვიდეოს. ღმერთო ჩემო. ასე გავაჩერებ ვიდეოს, იმ ადგილას, სადაც ის ნახატი გამოჩნდება, აი ეს სქემა, ხო, აქ, ქვემოთ. გავადიდებ, გადმოვხაზავ, თუ ვერ ამოვბეჭდე, გადმოვხატავ და მერე გავაგრძელებ დაუშვათ. ახლა ეს ის არის ამობეჭდილი, დასკრინულს რო ვძახთ. თუ დასკრინავ, ქართულად თქვათ, ამოვბეჭდოთ, ვამბობ ყოველთვის. ახლა თუ გაუგებარი ეს ამობეჭდა, დასკრინვას ეძახიან. გაადიდე, აი ასე გაადიდე, 2 თითი დაადე, გაწიე და გადიდდება და გადმოიტან, აბასაც წავა. შემდეგ უკვე დათვლი ძალიან ადვილად. ასე ვერ გადმოიტან, შორს არის, შეიძლება ვერ დათვალო. აი ასე დათვლი და გადმოხატავ, ასე ვთქვათ. აქედან კიდე აი ასე ეს არის ამობეჭდა, ეს არის დასკრინვა, 2 ღილაკს რო დააწვევი გვერდით. შენ ტელეფონშიც ასე შეგიძლია, თუ შეგიძლია რომ დასკრინო, აი ასე გაადიდე 2 თითით ფოტო, შენთვის სასურველ ზომამდე, მერე ისევ დააბრუნე. იმედია ავხსენი, როგორ გადმოიტანო აი ესენი. ახლა ჩვენ ვიწყებთ აი ამ სქემის მოგზოვას. ეს ახლა რო არ დაიბნეთ, ხო, ეს ბოლომდე მოგზოვთ არის აი ეს. მე ყოველ შემთხვევაში მაინც სხვადასხვა აღნიშნებით ფერები გასაგები რო იყოს, ჩამოვწერეთ ან რომელი რას ნიშნავს. ამას მოგზოვთ მთლიანად, მე უბრალოდ პატარა მონაკვეთი გავაკეთე. აი ესენი არის. აი ეს და ჩვენ ახლა ნახეთ მოგზოვილი გვაქვს, საიდან დავიწყოთ, ხო, იკითხავთ, აი ეს ლურჯი არის, ხო, ცარიელი უჯრები, აქ ჩემ შემთხვევაში არის ლურჯი. პირველი რიგი, მოგზოვილი გვაქვს უკვე პირველი რიგი. აქამდე, აი აქამდე ეს არის. თეთრის ჩათვლით. პირველი რიგი ლურჯი მოგზოვილი გვაქვს და ახლა ლურჯზე თეთრით მოვგზავთ სქემას. ვიწყებთ მეორე რიგიდან. მეორე რიგი, აქედან ვიწყებთ თვლების ათვლას, ეს არის ნაპირი და ნახე. ამ შემთხვევაში ლურჯი ეს ჯვრები არის თეთრი. როგორც ყოველთვის ვგზობთ.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვალი უნდა მოვგზავნოთ თეთრი. ჩემ შემთხვევაში ერთი ჭხირია უკვე 10 თვალი მაქვს თითო ჭხირზე. რასაც დავატევთ სქემას, იმას მოვგზავნოთ ერთ მხარეს დავუშვათ, ხო? 10 თვალი მოვგზავნოთ ახლა თეთრი დასაწყისიდანვე. ახლა ნახე. 1 ჩვენ 10 თვალი რომ მოვგზავნოთ მთელი ჭხირია და ლურჯი ძაფი, ასე არ უნდა გადმოვიტანოთ აქედან აქ, ხო? უნდა გამოვაყოლოთ. ახლა ეს როგორ გამოვაყოლოთ? აი ასე. 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვალი. შემდეგ 10 თვალი მოვგზავნეთ თეთრი. 1 2 თვალი არის ლურჯი, ცარიელი უჯრები არის ლურჯი ფერი. 1 2 თვალი არის ლურჯი. აი ლურჯი როგორ მოვიტანეთ აქამდე. 1 თვალი არის თეთრი. მოვგზავნოთ თეთრი. 2 თვალი ისევ ლურჯია. 1 2 თვალი ლურჯია. შემდეგ ისევ იწყება სქემა თავიდან, მეგობრებო. ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. დააკვირდი, აქაც 10-ია, აქაც 10-ია. ეს სქემა მოდის ახლა ასე. ეს სქემაც მოდის ასე. აქედან 2 უჯრის დაშორებით მეორე სქემამ დაიწყო და გამოყვება აქ. რამდენიც გექნება შენ ადგილი, ამ სქემას იქამდე გაიტან, ხო? ახლა 1 2 3 4 5 ამ გვერდზე მეტი თვლები აღარ მაქვს და გადმოვდივარ. აქედან რო იწყებ, ეს იგივეა აქედან. და ყოველთვის აქედან, აი სქემა არის აქედან აქამდე. ორ ლურჯს მოგსოვ და შემდეგ ისევ აქ დაიწყებ, შემდეგ ისევ აქ დაიწყებ, მოხვალ აქამდე, შემდეგ ისევ აქ დაიწყებ. ახლა რა მინდა გითხრათ? ახლა არჩეული გაქვს წინა მხარე რავს გულისხმობ. მე არ მაქვს არც ერთი წინ და არ მაქვს ასე მოგსოვილი ახლა რასაც გიხსნით. ეს ხო არის ტერფის ქვედა მხარე. ეს ხო არის წინა მხარე, აი ეს. ეს ქუსლის მხარეა. ქუსლის მხარეს ამ სქემას არ ქსოვდნენ. აი ძველი მოგსოვილი ხევსურული წინდები რო ნახოთ, აქ სქემა არ იყო დაბლა ტერფის ქვედა მხარეს. და რა იყო, ახლა იმასაც გეტყვით. ეს დავაყენეთ აქ სქემა, ზედა მხარეს, მოვგზოვეთ ხო სქემა. გადმოვედით, მეორე მხარე ლოგიკურია ტერფის ქვედა მხარე იქნება, ხო? ქუსლის მხარე. ანუ მე აქ ამ სქემას აღარ ვგზოვ და ნახე რას ვგზოვ. 1 თვალი, 1 თვალი, 1 თვალი, 1 თვალი. მე ორი ვიდეოს წინ სადღაც მგონი გითხარით, რომ შემდეგ სხვა რამეს გასწავლიდით. აი ახლა ასე მოვგზოვთ ტერფის ქვედა მხარეს.
მთლიანად ირგვლივ არ ქსოვდნენ სქემას, რადგან ის ქვედა მხარე იყო და ჩქარა გადმოქსოვდნენ აი ასეთ უბრალოდ ჩვეულებრივ რთულების მონაცვლეობით, რომ უფრო სწრაფადაც მოექსოვათ, ლამაზიც ყოფილიყო და ორი ძაფიც მოეყოლებინათ. ჩვენ ხო ორივე ძაფი გვჭირდება მთლიანად ირგვლივ და აქ უნდა მოვიდეს ხო ისევ. ამიტომ ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, ან თითო თვალი, ან ორ-ორი თვალი, ერთი ფერი. მოვედით დასაწყისში, ხო? ჩვენ ეს აუცილებლად დავტოვოთ აქ, რომ არ დაიბნეთ. დასაწყისი რიგის და დასასრული რიგის. მოვედით ისევ თავიდან. მესამე რიგს გვსვთ ახლა, ნახე, და პირველი თვალი. პირველი თვალი ახლა ლურჯი მოგვსოვეო. შემდეგ თეთრი. პირველი თვალი ლურჯი მოვგვსოვე, შემდეგ თეთრი მოვგვსოვე, როგორც ნახაზზეა და ნახე ახლა. 1, 2, 3, 4, 5, 6 თვალი უნდა მოვგვსოვო ლურჯზე, წინა რიგზე სულ თეთრი რო იყო. 6 თვალი უნდა მოვგვსოვო ლურჯი. 1, 2, 3, 4, ნახეთ, ან თეთრი ძაფი მოგვაქვს. 2, 4, 5 მეთვლები არ შემიშალოს. 6. ხო, 6. 2, 4, 6. ერთი თეთრი მოგვსოვეო. კარგი, ერთი თეთრი. შემდეგ მესამე რიგს ვგსოვთ. 2 ლურჯი მოგვსოვეო. ეს 1. გადმოვედით აქეთ ჭხირზე და კიდევ 1. 2 ლურჯი. ახლა ნახე, 1 თეთრი, 1 ლურჯი, 1 თეთრი. 1 თეთრი, 1 ლურჯი, 1 თეთრი. და რატო, ნახე, ეს აქეთ მიდის ახლა, ეს აქეთ მიდის ახლა, თეთრზე ლურჯი დაჯდა, მაგრამ იქით და აქეთ თეთრები წავიდა უკვე. შემდეგ 2 ლურჯი და ახალი სქემა იწყება ისევ აქედან. 2 ლურჯი. და დააკვირდი, ეს რო აქეთ წავიდეს, უკვე ლურჯიც აქეთ მოდის. აქ ხო იყო, ეხლა აქ არის, ერთი თვალით გადმოინაცვლა. ეს წინა ვიდეოებში ვისწავლეთ უკვე ფერები, როგორ წავიღოთ იქით, როგორ წავიღოთ აქეთ, ეს უკვე ვიცით. 2 ლურჯი და 1 თეთრი. 2 ლურჯი და 1 თეთრი. აი აქ ვართ ისევ. 2 ლურჯი, იმიტომ რომ ეს დასაწყისია და 1 მოგვიწია, აქედან დავიწყეთ, ამიტომ ვამბობ, სქემა აქამდეა. ამის შემდეგ იწყება ისევ აქედან. ახლა აქ ლურჯები გვაქვს სულ. მაგრამ ჩვენ ცოტა თვლები გვაქვს და ეს გვერდი წინდის ზედა მხარე მოვგვსოვეთ. ახლა აქეთ მხარეს ჩვენ ეს უცნაური რაღაც რო შევცვალეთ და ტერფის ქვედა მხარე, ქუსლის მხარე როგორც არის, მოვგვსოვეთ სხვანაირად. ახლა ნახე, ლურჯზე თეთრს მოვგვსოვ, თეთრზე ლურჯს მოვგვსოვ, ლურჯზე თეთრს, თეთრზე ლურჯს. აი ასე. ორი ჭხირი ტერფის ზედა მხარეა, წინა მხარე, ორი ჭხირი ქვედა, ქუსლის მხარე. იქით გვგსოვთ სქემას, წინა მხარეს, აქედან გვგსოვთ, რასაც გვგსოვთ.
დასაწყისში ვართ და ვგსოვთ ახლა ნახე მეოთხე რიგს. მეოთხე რიგი და ნახე აქედან ხო იწყება თვლები, ხო? მოვნიშნოთ აჰა ესაც რომ აქედან იწყება ყველა თვალი. აი ასე. საწავიდა ეს. აი. მეოთხე რიგს ვგსოვთ, აქედან იწყება თვლები და 1 და 2 ლურჯი გახდა ახლა 1 რო იყო, რადგან ეს აქეთ მოიწევს. თეთრი ფერი. კარგი. 1, 2 ლურჯი მოვგსოვე. ისევ 1 თეთრია, მეოთხე რიგი თუ არ ვცდები, კი. 1 თეთრია, ახლა 2 ლურჯია. ესაც მოვგსოვეთ. ნახე, 1 თეთრი გამოჩნდა, აი ეს გრეხილი რო გააკეთოს აქ. 1 თეთრი, 1 ლურჯი, 1 თეთრი. კი ბატონო, 1 თეთრი. აქ გამოვედით. მეოთხე რიგია. ახლა გვაქვს 2 ლურჯი, 1 თეთრი, 3 ლურჯი. ეს უკვე აქეთ წავიდა, ეს აქეთ წავიდა, აქ უკვე 1 თუ იყო, 3 გახდა. მე მგონი მეხდით, ხო? 2 ლურჯი, 1 თეთრი, 3 ლურჯი. 2 ლურჯი. 1 თეთრი, 3 ლურჯი. კი ბატონო, ეს უკვე 3 ლურჯი. აი, ეს ხაზი აქეთ რომ მოდის, 1 თეთრი და 2 ლურჯი სქემიდან, სქემას შორის სულ 2-2-ია აქ. 1 თეთრი და 2 ლურჯი. ხო? ხო. ახლა აქ ვართ. 1 თეთრი, 2 ლურჯი. კი ბატონო, 1 თეთრი, 2 ლურჯი და აქ უკვე ჩვენ აღარ გვაქვს თვლები მეტი. იძულებული ვართ სქემა დავამთავროთ. მეორე მხარეზე ვგსოვთ ჩვეულებრივად 1 თვალი ისე, 1 თვალი ასე. ახლა ნახე, ხო შევცვალე ფერები, ახლა ისევ შევცვლი. ლურჯი, თეთრი, უკაცრავად. თეთრი. ლურჯი, თეთრი. თეთრზე ვგსოვ ლურჯს, ლურჯზე ვგსოვ თეთრს. ყველა რიგს ასე ვგსოვ. ყოველ რიგზე ვცვლი ფერებს, თითო თვალს. ძალიან ადვილია ეს. აი ასე. მოვედით ისევ დასაწყისში. შემდეგი რიგის და ახლა ვგსოვთ მეხუთე რიგს, აი, თვლები იწყება აქედან. 1, 2, 3 ლურჯი. ეს თეთრი აქეთ მოდის. 1, 2, 3 ლურჯი. სად ვართ? მეხუთე. 1 თეთრი, 2 ლურჯი, 1 თეთრი. აი, ახლა აი ეს შეერთდება აქ, ეს რო აქედან მოდიოდა, აქ 1 თვალი რო ჩავშვით, აქ გაერთიანდება. 1 თეთრი, 2 ლურჯი. მოიცადე. 1 თეთრი, აი 2 ლურჯი,
აი ჩემი შეცდომა ვიპოვე. აი აქ არის თეთრი და აქ არის ორი ლურჯი. ძალიან დააკვირდით, როცა თვლით. მე ახლა შევნიშნე, რომ ის თვალი იქ არ უნდა ამომეყვანა ლურჯი და მივხვდი შემთხვევით. ახლა რა ხდება? ორი ლურჯი და ისევ ერთი თეთრი. აი ასე. ახლა გამოვა, ისე არ გამოვიდოდა არაფერი. ერთი თეთრი და ისევ ორი ლურჯი. კი ბატონო. ახლა რა ვშვრებით? აქ ნახე სამი ლურჯი სადაც იყო, შუაში ერთი თეთრი ემატება. ეს რო აქ მოვა, აქ ხო ჭირდება ამასაც ეს გრეხილი, როგორც აქ ამას, აი. ეხლა ეს თეთრი უნდა ჩავამატოთ. ეს თეთრი სამაგიეროდ აქეთ ორი ლურჯი წამოვა. მე მგონი ასეა, კი. ახლა ეს თეთრიც აქეთ წამოვა. კიდე ორი ლურჯი წამოვა. ერთი თეთრი გამოიწევს და ლურჯი. მე მგონი სწორად მოვგზოვე, ხო? აბას არა იქნება ახლა ესენი სულ აქეთ მოდის და რომ მოვჩებით გამოჩნდება მერე ლამაზად შეცდომებიც და თუ კარგად ვაკეთებთ, ისაც უფრო ლამაზად, ხო? გადმოვედი ისევ აქ და ისევ შევცვლი ფერებს, ნახე? ლურჯზე თეთრი, თეთრზე ლურჯი, ლურჯზე თეთრი. ყოველ მოსვლაზე აქ ფერებს ვცვლი ისევ თითო თვალს. აი ასე. თეთრზე ლურჯი, ლურჯზე თეთრი. და ნახე რას ვგზავთ? ლამაზიც არის და თან ძალიან ადვილად გამოირბენ ამას და მოხვალ ისევ დასაწყისში. რადგან ეს ტერფის მხარეა. და ამისთვის დროს აღარ დაკარგა. ახლა დღეს შეიძლება ამ დროში უკვე დაჯდე და მშვიდად გსოვ, მაგრამ მაშინ ხო ჩქარობდა, ხო, ადამიანი. ეს იყო სამოსი, რომელიც უნდა მოგესწრო ამისი მოგსოვაც, სხვა საქმეც, რა ვიცი, ბავშვების გაზრდაც, საჭმელიც, გარეთ საქმე, სახში საქმე, ამიტომ სადაც შეიძლებოდა გაიოლება, გაადვილება, ალბათ ასე აკეთებდნენ. ჩვენც ვისწავლოთ ის, რასაც აკეთებდნენ, რა ვიცი ახლა. მერე ვინ როგორ გამოიყენებს, თავისი გადასაწყვეტია. მოვედით ჩვენ ისევ დასაწყისში და მეექვსე რიგი გვაქვს, ნახეთ. 1, 2, 3, 4 გახდა ლურჯი. იმიტომ რომ ეს თეთრი ისევ აქეთ მოდის. აქ სამაგიეროდ აღარ იქნება თეთრი, რადგან დაასრულა ამან აქ მოძრაობა და მსვლელობა. აქ სამი ლურჯი გახდა და დაკეტავს ამათ. ნახაც რო დააკვირდები, უკვე ხვდები საით რა წაიღო ადამიანმა. 1, 2 მოვაბრუნოთ კიდე 3 და 4 ასე არ არის, მე-6-ზე 1, 2, 3, 4, კი ბატონო. ჩვეულებრივად 1 თეთრი, 1, 2, 3 იქნება, აქ თეთრი უნდა გავაქროთ, ეს თეთრი იქიდან აქეთ მოდის, აი რას ვამბობ. ეს ხო მიდის, აქ უნდა შეხვდეს ამას, ხო? აი ეს თეთრი უნდა შეხვდეს ამ თეთრს. ეს აქედან მოდის, ეს აქედან. ამიტომ თითო თვალით იქით გადადის, თითო თვალით აქეთ გადმოდის და მიიწევენ იმ შეხვედრის წერტილისკენ. რა ვიცი, აბა, როგორ ვამბობ. ახლა აქ ნახე ერთი თეთრი რო ჩავსვით და ჩვენ რო ეს გვინდა გავაკეთოთ. მოდიხარ და თვლი, მაგრამ თან გააცნობიერებ, რომ ეს რატო ჩასვია, ხო, ეს ერთი ცალი რო იყო. ჭირდება, იმიტომ რომ ახლა ესენი იქით და აქეთ ჩასვა. ეს აქეთ წავიდეს, ამან აქეთ მოხაროს ეს რაღაც ქნას ერთი სიტყვით. 2 ლურჯი, ერთი მაქვს მოქსოვილი და მეორე, ერთი თეთრი
ერთი ლურჯი, ერთი თეთრი. აი ეს მოვგსოვე, ახლა მე 6 რიგს ვგსოვთ. 2 ლურჯი, ერთი თეთრი. ნახე, 2 ლურჯი, ეს უკვე აქეთ მოიწევს, თეთრზე გადმოდის. ერთი თეთრი აქეთ წამოვა თავისთავად, ეს აქამდე უნდა ავიდეს. ახლა აქ ისევ 2 ლურჯია. და აქ ერთი თეთრი იქნება ალბათ. ეს გვერდით წინა მხარე მოვგსოვეთ. გადმოვედით მეორე მხარეს ვართ, ტერფის ქვედა მხარეს ვართ, ხო? ახლა ისევ შევცვლი ფერებს მე. ლურჯი თეთრი, თეთრი ლურჯი. აი ასე. აი ასე. ხო. მე მეგონა შემეშალა ფერები. აი ქვედა მხარეს რას გვსოვ? მოვედით ისევ სქემას ვიწყებთ. ვგსოვთ მე-7 რიგს. 1, 2, 3, 4, 5 უნდა მოვგსოვოთ, 5 თვალი ლურჯი. ნახე სადამდე წამოვიდა თეთრი? აი საიდან მოდის. შეხედე, აქ ხო სულ თეთრებს გვსოვდით. პირველი, მეორე რიგი უკაცრავად 10 თეთრი იყო. ახლა ნახე, ეს წამოვიდა, მე-7 რიგს გვსოვთ ჯერ და აი სად გამოვიდა. 1, 2, 3, 4, 5 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. 1. აი ახლა ნახე, მე შევაბრუნებ და ქვედა მთითზე დავიხვევ ლურჯძაბს, ხო? ლურჯით ვგსოვ ბევრს. აი ასე. 2, 3, 4, 5, რამდენი იყო? მე-7 რიგს ვგსოვთ. 1, 2, 3, 4, 5 თვალი მოვგსოვე ლურჯი. 1 თეთრი. აი რატო შევატრიალე ის ძაფი, ხო? 1 ლურჯი. ხო ასეა. ესენი მოვიდნენ უკვე აქ ერთად ახლოს და 1 თვალი ღარი აი აქ შუაში. მე-7 რიგი. კიდევ 1 თეთრი. ახლა 2 ლურჯი იქნება თუ არ ვცდები, კი, აი ასეა. 1 თეთრი შემდეგ და 1, 2, 3, 4, 5, 6 თვალი აქ არის ლურჯი. 1 თეთრი და 6 ლურჯია ახლა იქ. 1, 2, 3, 4, 5, 6. 2, 4, 6. ნახე, 1 თეთრი. ამ თეთრმა ახლა აქეთ გადაიწია 2 ლურჯი და ნახე სად გამოვიდა. აქედან რო ჩავაბით თეთრი, აი მოვიდა ნაპირში უკვე. მეტი აღარა გვაქვს. ესაც ლურჯია, წაიღო მთლიანად. გადმოვდივართ მეორე მხარეს და ჩვენ აქ ჩვეულებრივად გვსოვთ ლურჯს თეთრით, თეთრს ლურჯით. აი ასე, თან დაჭიმეთ, როცა ასე გსოვთ, იჭიმება ნაქსოვი, 2 ძაფით როცა გსოვთ და არ დაპატარავდეს. აი რას ვამბობ, ამასთან შედარებით 2 ძაფით ნაქსოვი არ
შევიწროვდეს. თეთრი, ლურჯი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგი არის მერვე რიგი. მოვედით ისევ დასაწყისში. მერვე რიგი და 1 2 3 4 5 6 თვალი უნდა მოვგზავნოთ ლურჯი. 1 2 3 4 5 6 თვალი უნდა მოვგზავნოთ ლურჯი. შემდეგ თეთრი. უკაცრავად. ახლა დააკვირდით. ეს აქედან წამოსული, ეს აქედან წამოსული. აი, ბოლო წერტილი 1 თეთრი თვალი. მოვგზავნოთ ეს 1 თეთრი თვალი და რამდენი ლურჯი გვაქვს? 2. 1 და 2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. ნახეთ, მერვე რიგი არის იგივე, რაც არის მეორე რიგი. მაგრამ შებრუნებით. ეს რო იყო აქედან და წამოვიდა ასე მოხატა, ეს წამოვიდა აქედან და აქ არის, აქ მოხატა ახლა. წეღან აქ იყო, ახლა აქ არის, შემდეგ აქ არის, შემდეგ იქ არის. ახლა უნდა მოვგზავნოთ 10 ლურჯი. უკაცრავად 10 თეთრი. 2 ლურჯი და ერთი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. იმედია სწორად მოვგზავნეთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. და 1 ლურჯიღა დაგვრჩა აქ. გადმოვდივართ ტერფის ქვედა მხარეზე, ქუსლის მხარეზე. თეთრი იყო ლურჯია, ლურჯი იყო თეთრია, თეთრი იყო ლურჯია, ლურჯი იყო თეთრია. აქ სულ ასე ვცვლით. მე შეგიძლიათ თქვენ ეს შეცვალოთ და ორ-ორი თვალი მოგსოვოთ, ორ-ორი რიგი, ან თითო თვალი, ორ-ორი რიგი. მაგალითად აიღოთ 2 თეთრი, 2 ლურჯი. კიდე იგივე მოგსოვოთ მეორე რიგზე და მესამე რიგიდან შეცვალოთ ფერები. ან თითო თვალი მოგსოვოთ, 2 რიგი იგივე ფერები და მერე შეცვალოთ. ერთი სიტყვით, იდეა ბევრი არსებობს, მეგობრებო. ეს ლურჯი, ეს თეთრი, ასე ქსოვდნენ ისინიც. და ის იგივე გადმოვიტანე და გაგაცანით, რომ ასეც შეიძლება ტერფზე ქვედა მხარეს ასე მოგსოვოთ. ეს რიგიც დამთავრდა. რა ვქენით ჩვენ ახლა? მერვე რიგი მოვგსოვეთ, ხო? ახლა მეცხრე რიგი გვეუბნება, რომ 1 ლურჯი მოგსოვეთო, იმიტომ რომ ფონი ლურჯია და უნდა დავხუროთ ეს სქემა ჩვენ. მოვგსოვოთ 1 რიგი, რომ დავინახოთ რა გავაკეთეთ. ახლა ეს აღარ გვინდა.
იმედია სწორად მოვგსოვეთ, არ შეგვეშალა რამე. რა ვიცი, მეც ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგან. შენ აქეთ დარჩი, იქით არა. ახლა ნახე. მოვგსოვეთ ლურჯი. მეტი აღარ ვითვლით აქ არაფერს, მაგრამ შეხედე, შემდეგი არის თეთრი. ეს მთლიანად, ეს რატო აქ ამხელა თვალივით. აი ამიტომ უნდა დაჭიმოთ ესენი, რომ ყველა თავის ადგილას მოჭდეს. ახლა ეს სქემა ხო დამთავრდა აქ, ხო? აქედან იწყებოდა ლურჯი, თეთრი ლურჯი. ახლა იგივე უნდა მოვგსოვოთ აქაც ჩვენ. ლურჯი მოვგსოვეთ. ახლა თეთრი უნდა მოვგსოვოთ და ნახე რატო. ეს სქემა ხო დაიწყო აქედან. ნუ მე ავირჩიე დავუშვათ, რომ ჯერ ეს უნდა მომეგსოვა, შემდეგ ეს. იგივე უნდა გავიმეორო ზემოთ, ოღონდ შებრუნებით. ეს რო აქედან ხომ მივდიოდი, ახლა უნდა შევატრიალო. ლურჯი, თეთრი, ლურჯი, შემდეგ ეს შვინდისფერი, ყვითელი, შვინდისფერი და მერე გამომივა მთლიანად ეს რაც მოვგსოვე. ეს ხო არ დარჩება, აქ ხო ასე არ დავტოვებ, ხო უნდა დავამთავრო მთლიანი სქემა რა და იქიდან აქით მოვყვები ამას. აი აქ. როგორც აქედან იქით გაყევი, მერე ეს მოგსოვე, ახლა ასე უნდა ჩამოყვე აქ და გააგრძელო რიგის მიხედვით, რომ მოგსოვო და ზუსტად გამოგივიდეს. მგონი მიხვდეთ ხანდახან, მე მგონი ისე ვლაპარაკობ, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, მე გავიგერავ თქვი და რა ვიცი აბა. თეთრი მოვგსოვეთ. ახლა უნდა მოვგსოვოთ ერთი რიგი ლურჯი ისევ. ფერს ვცვლი, ან ძაბს ვტოვებთ. აი ნახე. ლურჯი მოვგსოვეთ. ახლა თეთრი უნდა მოვგსოვოთ, შემდეგ ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. აი რა ამას ვამბობდი, შეაბრუნეთ, როგორც აქედან გამოყევი, რომ იქიდან გააყვე და ისე გამოგივიდეს ზუსტად.
მე მეტი არ გავაგრძელებ, რადგან ეს შემდეგ იგივეა, ორი შვინდისფერი, ყვითელი, ორი შვინდისფერი. აი აქ ორი შვინდისფერი, ყვითელი, ორი შვინდისფერი. ზუსტად ასე გააგრძელებ და მოგწოთ. თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა. შეიძლება თქვენ სხვა რამე აირჩიოთ. ახლა მაინტერესებს თუ მოგხსოვეთ ჩვენ იგივე რაც გვაქვს. მე მგონი გამოგვივიდა. ეს აქეთ გადმოვწიოთ, ეს ზევით ავწიოთ. აი ასე მეგობრებო, მე მგონი აი ეს რო ჩანდეს, რომ ეს შეგიძლიათ ამობეჭდოთ, დასკრინოთ. რა ვიცი, ამობეჭდოს მგონი ზოგი ვერ გებულობს, არადა ქართულია მეგობრებო, ქართული. ჩვენ წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ და რა მინდოდა მეთქვა, ხო? ახლა ქუსლს ამ მხარეს მოგსოვ, როცა ახალ ქუსლის ზომაზე ტერფს რომ მოგსოვ, აქეთ არ მოგსოვო, ეს სერიოზული სქემა რომ მოგსოვი აქ, ტყუილა წყალში არ ჩაგეყვაროს და ასე არ მოგიხდეს. ასეთ ჩვეულებრივად რომ გადმოგსოვო, როგორც ახლა გავაკეთეთ, ტერფის ქვედა მხარეს იქსოვება ეს სიადვილისთვის, რომ ჩქარა მოხვიდე და ისევ შემდეგ იქით მხარეს გსოვო და ამდენი არ თვალო და ამ მხარეს მოიქსოვება ტერფი, ანუ აი ეს იქნება ზედა მხარე წინდის, აქეთ მოგსოვ ქუსლს და იქნება ქვედა მხარე. კინაღამ დამავიწყდა.